საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართეს. ღონისძიება ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა და მისი მიზანი საჰაერო სივრცის და აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების ევროპული გამოცდილების შესწავლა იყო. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში ევროკონტროლის ექსპერტებმა მოინახულეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საჰაერო მოძრაობის მომსახურების ცენტრი და საოპერაციო ოფისი. 2026 წლიდან საერთაშორისო აეროპორტებს გამტარუნარიანობის პერიოდული შეფასებების ვალდებულება აქვთ. აღნიშნული თემატიკა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმდენად, რამდენადაც როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში ყოველწლიურად გვაქვს რეკორდული ზრდა როგორც ავიარეისების, ასევე მგზავრთნაკადის მიმართულებით. შესაბამისად, ევროპელი კოლეგების ცოდნის და გამოცდილების მიღება ამ მიმართულების ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მოიხსენებათ, საქართველოს 2010 წლიდან ახორციელებს ევროპული რეგულაციების დანერგვას ეროვნულ კანონმდებლობაში. ეს მიმართულებაც გახლავთ სწორედ ერთ-ერთი რეგულაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მგზავრთნაკადის განვითარებისთვის. დღეს ჩვენ ვართ ქართველ კოლეგებთან ერთად, რათა გავმართოთ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა აეროპორტების გამტარუნარიანობის საკითხზე. ეს არის დიდი მნიშვნელობის საკითხი, თუ გავითვალისწინებთ საჰაერო მოძრაობის იმ ზრდის დინამიკას, რაც აქვს საქართველოს ბოლო წლებში. თუ შევადარებთ გასული წლის ზაფხულის მონაცემებს, სახეზე გვაქვს 20%-ზე მეტი ზრდა. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველა მხარე არის ჩართული, რათა გაეცნონ გამტარუნარიანობის შეფასების იმ მეთოდოლოგიას, რომლითაც ხელმძღვანელობენ ევროკავშირის და ევროკონტროლის სხვა წევრი სახელმწიფო აეროპორტები. ჩვენ ერთად განვიხილავთ გამოწვევებს და დადებითი და ყველასთვის მისაღები საოპერაციო შედეგების მიღწევის გზებს.